დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო შეშფოთებულია და ამბობს, რომ ბრიტანეთში ადამიანები აზრის გამოხატვის გამო სამართლებრივად იდევნებიან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აკრიტიკებს კანონს, რომელიც ონლაინ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შესახებ მიიღეს. დიდ ბრიტანეთში უცნაური ამბები ხდება, ისინი მკაცრ ზომებს იღებენ, რაც გასაკვირია, რომ ასიამე ვესაუბრე ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და ვნახოთ რა მოხდება. თუმცა ეს განსხვავებული სიტუაციაა, ძალიან გაკვირვებული ვარ, რაც ხდება დიდ ბრიტანეთში. სამწუხაროა, რომ ეს კარგი არ არის. ევროპაში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსმენა გაიმართა კონგრესშიც. მოხსენებით დიდი ბრიტანეთის რეფორმის პარტიის ლიდერი წარსდგა. ფარაჯი ბრიტანეთს ავტორიტარულ სახელმწიფოს უწოდებს და ამბობს, რომ მის ქვეყანაში მოქალაქეებს საკუთარი აზრის ონლაინ პლატფორმებზე გამოთქმის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ. ეს იმ შემთხვევაში, თუ მათი განცხადებები სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ის კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა, როდესაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო გაერთიანებულ სამეფოში ადამიანები დააპატიმრეს. მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელმაც თავისუფლების დიდი ქარტია მოგცა და რომელსაც პარლამენტის მშობელი ეწოდება და ამიტომ ჩემთვის დიდად სასიხარულო არ არის, რომ ახლა აქ ამერიკაში ვზივარ და აღწერ იმ ავტორიტარულ მდგომარეობას, რომელშიც ჩავიძირეთ. ჩვენი წინა კონსერვატორების მთავრობის მიერ მიღებულ იქნა ონლაინ უსაფრთხოების კანონი. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ კეთილი განზრახვა ჰქონდათ, თუმცა ხშირად ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა სწორედ კეთილი განზრახვებით არის მოფენილი. ეს კანონი დააზიანებს ვაჭრობას ჩვენს ქვეყნებს შორის და მთელ დასავლეთში საფრთხეს შეუქმნის სიტყვის თავისუფლებას, რადგან მსგავსი კანონების გავრცელება შესაძლებელია ევროკავშირის მხრიდანაც მოხდეს. როდის გავხდით ჩრდილოეთ კორეა, ეს ნამდვილად შემაშფოთებელი და საგანგაშო სიტუაციაა. ამერიკელი კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი კი აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ზომებს ევროპის მასშტაბით მთავრობები აქტიურად იღებენ, ხოლო დიდ ბრიტანეთში შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის 12,000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ევროპას აქვს თავისუფალი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების საერთო სამართლის ტრადიცია. ახლა კი ეს იზღუდება. ეს ყოველთვის მთავრობაა, დეზინფორმაციის სახელით, რომელსაც კრიტიკოსების ცენზურა სურს.